ფოთის კულტურისა და დასვენების პარკში ღიაცის ქვეშ მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრთან არსებულმა სტუდია ანაბანამ იუბილე კონცერტით აღნიშნა. მათ ფოთელებს მრავალფეროვანი და საინტერესო რეპერტუარი წარუდგინეს. კონცერტი მხიარულთა და საზრიანთა კლუბმა რაიამ გახსნა. დღევანდელი ღონისძიება გახსნა ფოთის მხიარულთა და საზრიანთა ნაკრებმა გუნდმა რაიამ. ჩვენ ხვალ მივდივართ ქუთაისში. ნაკრები, წარმატებები გვისურვეთ. დღევანდელ ღონისძიებას ასევე ძალიან კარგად გააგრძელებს სტუდია ანაბანას კონცერტი და რა ვიცი დარჩი ჩვენთან და იმხიარულეთ. ნამდვილად არ მოიწყენთ. ძალიან კარგია, როდესაც ნიჭიერი და ჭკვიანი ახალგაზრდები ფასდებიან ამ ქალაქში, ამას მივესალმები, ძალიან კარგი რაღაცაა და იმედია კიდევ იქნება მომავალ წელს, იმის შემდგომ წელს კიდევ იქნებათ ამ ბავშვებს იმის სტიმული, რომ ისწავლონ კარგად. კონცერტის მსვლელობის დროს წარმატებული კურსდამთავრებულებიც დააჯილდოეს. ერთ-ერთი სპონსორი APM ტერმინალს ფოთი იყო. ანაბანა თავის ქალაქელებს, თავის თანატოლებს ულოცავს ზაფხულის შემობრძანებას, უსურვებს ცხელ ზაფხულს. დღესვე მოხდა წლის საუკეთესო კურსდამთავრებულების მოსწავლეების დაჯილდოვება. მე ვიღე APM ტერმინალის ფოთის მიერ ფულადი ჯილდო და მადლობელი ვარ. ღიაცის ქვეშ კონცერტი გვიან ღამემდე გაგრძელდა.